ოპა, ეიც. მოგესალმებით, მეგობრებო, ამ თუჩი ვიმყოფებით ტყიბულის რაიონში, სოფელ ხრესილთან, სადაც 1757 წელს სოლომონ პირველის ხარდლობით ქართულმა მხედრობამ გაანადგურა ოსმალთა უზარმაზარი არმია და ეს ითვლება, აქაობა ითვლება იმერეთის დიდგორსაც კი ეძახიან. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გამარჯვებას. წეთა გაყიდვა 1000 უბედურება, რაც მაშინ დასავლეთ საქართველოში ხდებოდა. ზუსტად აი ამ გამარჯვებამ ერთხელ და სამუდამოდ დაასამარა. თუმცა ჩვენი ისტორიის მანძილზე ზუსტად ხრესილის ომში იყო ის, რომ თუნდაც სოლომონ მეფის ღვიძლი ნათესავები ბიძებიც ოსმალების მხარდამხარი ბრძოდნენ და ახალ ციხიდან ჩამოყვანილი ამაჰმადიანებული ქართველებიც აი ამ ბრძოლაში სამწუხაროდ მონაწილეობდნენ. მაგრამ მოღალატეობა არ დამთავრებულა იმით, რომ მაშინ ეს გააკეთა. დააკვირდით წარწერას, შეიძლება გახსოვთ. ამ ადგილზე თავის დროზე გარკვევით ეწერა ქართულმა მხედრობამ ვისთან რა ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება. ეს როგორც ხედავთ ასეთი წარწერა. ეს მოხდა ჩვენი ბრჭყალებში 21 საუკუნის დავით აღმაშენებელის მიხეილ სააკაშვილის დროს ამის შეცვლა, თუმცა ამ დროსაც არაფერი არ შეცვლილა. დააკვირდით. ქრისტეშობიდან 1757 წლის 14 დეკემბერს ოკრიბაში სოფელ ხრესილთან სოლომონ მეფის მხედრობით და უფლის შეწევნით ქართველებმა მტერთან ბრძოლაში გაიმარჯვეს. დააკვირდით ადგილებს, აი ამ ადგილებში. ადრე აქ იყო პირდაპირ მითითებული, რომ ქართულმა მხედრობამ დაამარცხა ოსმალური მხედრობა. დღეს ალბათ ერდოღანს რო არ ვაწყენიოთ, ჩვენ ეგრეთ წოდებულ ბრჭყალებში სტრატეგიულ პარტნიორს, რომლებიც ართვინში ქართველებიდან გათავისუფლების 100 წლის თავს აღნიშნავენ და განათლების წიგნებში, ანუ მეათე კლასის განათლების წიგნებში იმასაც კი წერენ, რომ თურმე ბათუმი ოსმალეთის ნაწილი არის და ამაზე საუბრობენ. თურქეთის პირველი პირები როს უნდა დაიბრუნოს ოსმალეთმა. აჭარა ჩვენი მოღალატე ხელისუფლებები აი ამ აბრას ტერს ახვედრებენ ასე. ანუ მოღალატეები დღესაც არიან. აი ახლა ამ ადგილას მიმდინარეობს სამუშაოები ტყიბულის მერია, როგორც ვიცი, ახდენს ამ ყველაფრის რესტავრაციას. გასაგებია ეს ყველაფერი გალამაზდება, გასაგებია ეს ყველაფერი ლამაზად მოხდება, მაგრამ აი ეს წარწერა, მთავარი შინაარსი და დედააზრი დიდი ალბათობით უცვლელად დარჩება. და მტერს არ ერქმება თავისი სახელი და ისტორიის გადაწერა იქნება ასე. რა ქართველებმა უცხოპლანეტელებთან ბრძოლაში მოიპოვეს გამარჯვება? ჩვენ გვეუბნებიან დიდგორი არ აღნიშნოთ. ხრესილი არ აღნიშნოთ. არაფერი არ აღნიშნოთ. ესენი ჩვენი ძმები არიან, უნდა შევიყვაროთ, სტრატეგიული მეგობრები. 1921 წელს დაიდო ყარსის ხელშეკრულება, რომელიც მოღალატე შევარდნაძის რეჟიმმა აღიარა კანონიერ ხელისუფლებას, თუმცა დაპყრობილი ხრის, ანუ ოკუპაციური ჯარების, ბოლშევიკების მიერ და ოკუპაციური ჯარების ქემალისტური თურქების მიერ იქნა გაფორმებული, რომელსაც საქართველოს ისტორიასთან არანაირი კანონიერი კავშირი არ გააჩნია. მოდის 100 წლის თავი, რომელსაც ძალა აქვს. მთელ ერში არის გაჩენილი მძიმე განცდა იმის შესახებ, რომ შეიძლება ყარსის ხელშეკრულებით აჭარას კვლავ დაემუქროს აგრესია. და აი რა ხდება შიგნით. აქედან მინდა მივმართო ხელისუფლებას, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ტყიბულის მერიას და ყველა იმ პასუხისმგებელ პირს, ვისაც ეს აკისრია. დააბრუნეთ ის წარწერა, რაც იყო აქ თავის დროზე. დაარქვით საქართველოში ისტორიას თავისი სახელი, მტერს დაარქვით მტერი და მოღალატეს დაარქვით მოღალატე. დიდი მადლობა ყველას მინდა მოგახსენოთ ყურადღებისთვის, იცოდეთ. ერის გადაგვარება მაშინ იწყება, როცა ის საკუთარ ისტორიას ივიწყებს. არ გაგზავნებოდეთ, თუ რამის თქმა გნებავთ, აქ არიან ადგილობრივი მოსახლეობა და თუ ამ აზრზე არ არიან, მაშინ თქვან. მართალს ლაპარაკობს თუ არა? ყველაფერი სიმართლე. არ ვიცი მე, მტერი ისტორიულად გაჩენის დღიდან ყავდა საქართველოს და ეყოლება, მაგრამ ყველას მია თავისი სახე იქნება ჩრდილოეთიდან, იქნება